გადავწყვიტე ესეთ დაქანებული კადრით განახოთ რა კარგი აპლიკაციებია ზევით და მხიარული და სად ვიმყოფებით ეხლავე გეტყვით. ჩვენ ვიმყოფებით მოსე ჯანაშვილის ქუჩაზე 5-7. ეს ეხლა უფრო პოპულარული ენით რო აგიხსნათ, ნაფარეულით რო ამოდიხარ ჭავჭავაძიდან უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან. ზევით, მე როგორც კი გადაყვეთ აბაშიძეს, უნდა გამოაგრძელო კიდე ზევით და ხარ ჯანაშვილზე. რატო ვართ ეხლა 5-7 ნომერში ჯანაშვილის? იმიტომ რომ აქ იმყოფება ძალიან კარგი ორგანიზაცია, კვებითი, სახელწოდებით პასტა ბარი. რაც ნიშნავს ეხლა თქვენ თვითონ კარგად იცით. პასტა არის იტალიური სიტყვა და საწერკალამს ნიშნავს. იტალიური სიტყვა და ნიშნავს აი ეს გლეხურად რო მეორენაირად რო სპაგეტის ეძახიან. და კიდევ უფრო გლეხურად რო მაკარონებს ეძახიან. მაკარონში რო რაღაცებს ხორცებს და ყველებს და იმეებს დებენ ხოლმე იტალიელები და მეს რო ამ ხელან ერთს გადამს და ფშია. ეს რო დაგორგლავენ ხოლმე და ესე გაწელავენ და მე ბოლოს რო ერთი ცალი რჩევა და აი გენი ხო ყველაფერი გააქვთ ნახი კინოში. ეხლა მე განახებთ გადაცემაში გურმანის ეკალი. პატარა კუსკუსელა ერთი მაგი და ეგ ბარის სისტემის კამები 2 მაგი და 3 მაგი და აქვე კუსკუსელა სამზარეულო, აქვე რისეფშენიც, გამარჯობა კიდევ ერთხელ და აქვე მენიუც. ესეთ რაღაც შინაურულ ოჯახურ სიტუაციაში აღმოჩნდი უცებ. გამთავსდები დიდ მაგიდაზე. უნებრივია ხვდებით რატომაც, იმიტომ რომ პატარა მაგიდაზე პეტერე საჭმელი დაეტევა და დიდ მაგიდაზე დედა საჭმელი. აი ჩემი პირველი შეკვეთაც მოვიდა, მადლობა. ეს არის სალათი სახელწოდებით ჩავიხედო შპარგალკაში მისტა. და ჩემი ოპერატორული ოპოპები გავაკეთე და დავიწყეთ გასინჯვა. ფეტა კაი ყველია მომწონს. ამახორციელოთ შეტევა რეცეპტორებზე. ნიგოზე მოხდება, კი. Oh Dio mio. საინტერესო კომბინაცია. მისტა უძახე შენ და თელი ფეიერვერკები მომიწყო გემოების ტირში. ბალზამიკო ძალიან თემაა რა. აი ესეთ სალათურ რაღაცეებში თამამად შემიძლია თქვა რომ უწევს კონკურენციას ძმას. Bene, molto bene. Bellissimo. კერძების მომზადება ხელოვნება, იმიტომ რომ ახლა ინგრედიენტები რაც აქ ყოა იტალიიდან ხო არ ჩამოდის, აქ არის სადღაც. მაგრამ ამათი კომბინაცია, ამათი შეზავება, ამათი ერთმანეთთან ურთიერთობა ქმნის ამ იტალიურ გემოს. ეს არის სოკოს და ყველის კრემსუპი. მოდიათ სოკოს და ყველის კრემსუპს. სანამ ცხელია აი ეს ხრუჭუნა სუხარიკები, ორწყობილები ჩავაბუჟბუჟე. ამოურევ, ჯერ ესე ლამაზად რო იყოს და აქეთ კიდე ბრუსკეტების მიქსი. ხოი ღმერთებო. ხოი რომაულო ღმერთებო. ვა.
ქებათა ქება მზარეულს, ქებათა ქება. ძალიან გემრიელი სუპი. და ეს ყველაფერი რომ სიმართლე რომ გითხრათ, გააკეთა და შექმნა აი ამ სალათმა. იმიტომ რომ სალათი აღვიძეს რეცეპტორებს და აღქმადობა კერძის გემოვნების, გემოვნური თვისებების იზრდება ახლობით 100-ჯერ. თითოეულ ლუკმის ჩადებაზე პირში ისე ვიღვიძებს ის ემოცია, რომ რა გემრიელიო ვარა მაგარი. ეს სუპი და კიდევ ერთი არის პომიდორის კრემ სუპი, ისიც ალბათ ძალიან გემრიელი. პლუს ბრუსკეტა და პლუს სალათი სულ ერთად არის 15 ლარი. წარმოიდგინეთ რა ნოყიერ და სასარგებლო საკვებს მიიღებ 15 ლარად. დაფიქრდით. საუცხო სოკოს დაყველის სუპი გიახელით. ძალიან კარგად შეზავებული, აი ზომიერად იყო ის ნაღებიც, ანუ ზედმეტად ნაღებისკენ ვარ წაიყვანა, სიცხარე ზომიერი ქონდა, სოკოც ძალიან გემრიელი იყო. ნუ ყველაზე ლაპარაკი არის ხორცის პატარ ხორცუკუნები ეგდო შიგნით და ამინს ქმნიდა ამ კერძში. ვა ბრუსკეტაც რა მაგარია. წითელი ფერის რომელიც არის პომიდორის ბრუსკეტა და მეორე არის ალპესტო. ალპომოდორო და ალპესტო. მანახოთ ალპესტო. აბლობა. როგორი დაფიფქული არის პარმეზანით. არის ჯადოსნურ შესახედაობაზე. ალპესტოს პომიდოროც ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ საუკეთესოა. ორი წესი არსებობს მომზადებით. ერთი არის სახელდახელო, უცებ რომ მომზადდება. მეორე თელს თულს და სულს როდებ. თელი რუდუნებით და მომდომებით რო ამზადებ. ხოდა ეს ახლა ისე სწრაფად მოვიდა. წესით უნდა მგონებოდა რომ სახელდახელოთ არის. მაგრამ სინამდვილეში ძალიან მომდომებითაც არის გაკეთებული. ანუ ხედავთ 2 პლუსი ამ სიტუაციაში მზარეულს, იმიტომ რომ ერთი სწრაფად მოამზადა და მეორე რაც თავია დაკვირვებით და მონდომებითაც მოამზადა. კარგია ძალიან. აი რო ამბობ იტალიაში ვარ მეთქი. ეს არის ის მომენტი, როდესაც მართლა იტალიაში. ვა კარბონარა. უნდა გაგიზიაროთ აზრი, რომ კარბონარა საერთოდ არის სუყე ძალიან იმის ხარჯზე, რომ ნაღები ამსუყებს, მაგრამ აი ეს გადასვლა სიმსუყეში ნაღების ხარჯზე უნდა კარგმა მზარეულმა დაიცვას და არ უნდა მოგეჩვენოს მირთმევის დროს, რომ სუყეა. მინდა გითხრათ, რომ ეს მზარეულმა შეძლო.
აი თითოეულ ინგრედიენტს ამ პროდუქტიდან რასაც სინჯავ, სიცოცხლის შეგრძნება აქვს. საფინალო აკორდს ჩემ დღევანდელი მისართმევი კერძებიდან გააკეთებს ბოლონეზე. მადლობა. ჩემ ბოლონეზეც მოვიდა. ბოლონეზეც ასევე ალპური თებიდან მოსული თოვლით არის დაფიქული და ავტომატიკულა ვიზუალში უნდა დაუწერო პასტა ბარს. აქ თავშიაც მოგახსენეთ თვითმომსახურება, აქ უბრალოდ გადაღების პროცესი რო არ შეფერხებულიყო და ამდენი ავდექი დაუჯექი არ მომხდარიყო, თვითონ შემომთავაზე, სხვათა შორის მე არ მოუქცეულ ვარ. უხეშად და დავემორჩილე წესებს, რომ აქ თვითმომსახურება, თვითონვე შემომთავაზეს, რომ გადაღებისთვის ჯობიაო, რომ მოგიტანოთო და სინამდვილეში სხვა დროს რომ მოვალ აქ და კამერა არ იქნება ჩართული და უბრალოდ გენრელად მისართმევად მოვალ, რა თქმა უნდა, ჩემთვის მე თვითონვე მომემსახურებ. ამ საქმეში 10 კულა. ბოლო დეტალი ეს არის გემოები, რაზეც მთელი გადაცემაა. გაუჭერება გავუბრობ. ულაპარაკო 10 კულა. აი ეს ეკალი ბოლოში ძალიან წვეტიანი ეკალი რო პატარაზე უჩხულებ და სულ პატარაზე ეჩხულიტება, ისიც კი არა. რა მომეწონა. ბოლონეზეც რა თქმა უნდა აგრძელებს იმ კარგი კერძების დინასტიას პასტა ბარში. კარგი. თუ შეიძლება ანგარიში მინდა ყველაფრის ერთად თუ დავაფიქსიროთ. ბოლონეზე კარბონარა, სოკო სუპი, რუსკეტა, სალათა მისტა ერთად თუ გამოვიდა 51 ლარი და 50 თეთრი. აკე გითხარით. ყველაფერი წესრიგში ამეთქი. პასტა ბარს წარმატებები, ბევრი სტუმარი და მომავალ შეხვედრამდე. Arrivederci.